მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის სამინისტროს, უძრავი ქონების სააგენტოს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოში სისტემური რეგისტრაციის შესახებ. გავეცანი პროექტს, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. გავეცანი ბროშურას, რომელიც ავიღე საჯარო რეესტრიდან. არსად არ არის მითითებული, რომ ჩვენ რაიმე თანხა უნდა გადავიხადოთ რომელიმე უწყებაში. თუმცა ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მოდის იმ პროტესტით, რომ თანხას ითხოვენ. გარდაცვალების ცნობაში ითხოვენ 25 ლარს, როცა საჯარო რეესტრია ვალდებული თვითონ მოიძიოს ჩვენს სახელზე არსებული საბუთები. აი ამ ბროშურაში გასაგები ენით არის მინიშნებული, ელექტრონულად აიზომება თუ არა ნაკვეთი, გაიგზავნება ელექტრონულად ყველანაირი საბუთი მოდის, მაგრამ იქ მომუშავე გოგონები არაფერს არ მუშაობენ სიზუსტით. ეს უკვე გამოძალვა არის, დავიღალეთ. ჩვენ არავისთვის არ მიგვიმართავს დახმარებით, არც ფულადი, არც არაფრით. ერთადერთი სამართლიანობა გვინდა, დაგვანებონ თავი. ჩვენი ქონების შექმნაში არც ეს მთავრობას არცეთი ლარი და მანეთი არ გადაუხდია. რატომ ხვდიან ვალდებულს, რომ გადავიხადოთ თანხები? ჩვენ როც ვქონდეს, მაინც არ გადავიხდით. მივმართა მთავრობას, იმიტომ რომ გაამახვილონ ყურადღება, შეამოწმონ საჯარო რეესტრი, რამდენი ადამიანი არის დღეს დარეგისტრირებული, მე არ მჯერა რაც იწერება. იმიტომ რომ ყოველ მეორეს საბუთებში უწერია, რომ მესაკუთრი არის გარდაცვალებული წინაპრები. ეს როგორ შეიძლება დღევანდელ დროში გარდაცვალებულები იყვნენ, მესაკუთრე ჩვენ, ცოცხალი ხალხი ვიყოთ იგნორირებულები. ამიტომ მოვითხოვთ დახმარება, სხვა